მოგესალმებით, ადამიანებს დღემდე არ გვესმის ცხოველების ენა, ამიტომაც მათი საქციელი ჩვენში ხშირად უამრავ კითხვას ბადებს. რატომ ხრიან ძაღლები გამუდმებით თავს ან რატომ გამოსცემენ კატები უცნაურ ხმებს? დღევანდელ ვიდეოში სწორედ ამ საკითხზე გვინდა ვისაუბროთ. იმედი ამ ვიდეოს შემდეგ შენ კიდევ უფრო უკეთესად გაუგებ შენს შინაურ ცხოველს. ასე რომ დავიწყოთ. რატომ იყბინებიან კატები? ალბათ ყველას ჰქონია ასეთი მომენტი. ეფერები შენს კატას და მოულოდნელად ის თავის ბას რკბილებს გარჭობს ხელში. არ მიაქციო ამას ყურადღება. შენ საყვარელ კატას ისე უყარხარ, უბრალოდ ის დაღლილია ზედმეტი ყურადღებისგან და შენს მოშორებას ცდილობს. კატები ასეთი ჟესტით ამყარებენ კონტაქტს თავის პატრონებთან, თუმცა ამას სხვა ახსნაც გააჩნია. მსუბუქი კბენით შეიძლება კატა თავის ხასიათს გამოხატავს, იმას რომ მას თამაში სურს. ასეთი ქმედება კატების მხრიდან არ არის საშიში, ის ხომ შენს თითს უბრალოდ სათამაშოდ იყენებს. რატომ ყეფენ ძაღლები იმ დროს, როცა პატრონს ვინმე ეხუტება? ალბათ ყველას ჰქონია მსგავსი მომენტიც, შენ ეხუტები საყვარელ ადამიანს და ამ დროს შენი ძაღლი იწყებს ყეფას. ეს ჩვეულებრივი მომენტია. ძაღლი შეიძლება ყეფდეს ან თავსაც ესხმოდეს პატრონს იმ დროს, როცა ის სხვას ეხვევა. შეიძლება ზოგიერთმა იფიქროს, რომ ძაღლები შურიანები არიან და მათ შურთ, როცა პატრონი სხვის მიმართ ავლენს სითბოს. მეცნიერებმა ერთ-ერთი ბოლო კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ძაღლი ასეთ დროს პატრონის დაცვას ცდილობს. მათ სამყაროში ხომ არ არსებობს ჩახუტება და კოცნა. ამიტომაც ადამიანებს შორის ჩახუტებას და კოცნას ძაღლი ხშირად კონფლიქტად აღიქვამს და მაშინვე საქმეში ერევა. ძაღლებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ ამ მდგომარეობას მიაჩვიონ და მიხვდნენ, რომ ჩახუტება ცუდი არაა. ალბათ ხვდებით, რომ ასეთ დროს ძაღლის დატუქსვა არაა გამოსავალი. მას ხომ უბრალოდ მშვიდობა სურს. რატომ შეშდებიან კატები გახსნილი პირით? სხვა ყველა ცხოველისგან განსხვავებით, კატებს შეუძლიათ ისე მრავალფეროვნად გამოავლინონ საკუთარი თავი, რომ ყოველდღიურად მის ქმედებებში ახალი რამ აღმოაჩინო. გინახავს, როგორ აღებს კატა პირს და გაოცებული სახით იყურება აქეთ-იქით. რას ნიშნავს ეს? თუმცა სანამ განვიხილავთ, გეტყვით, რომ ეს ძალიან სასაცილო სანახავია. ამგვარი მეთოდით კატები უკეთ ცნობენ ან არჩევენ სხვადასხვა სუნს. როგორც ჩანს, კატებს ის რეცეპტორები, რომლებიც პასუხისმგებელია სხვადასხვა სუნის შეგრძნებაზე, პირში აქვთ მოთავსებული. ამიტომაც ზოგიერთი სუნი უკეთ რომ შეიგრძნონ, ისინი პირს აღებენ. ხშირ შემთხვევაში ასეთი მომენტი ძალიან სასაცილოა, რადგან კატებს პირის დახურვა შემდგომში ავიწყდებათ. რატომ აგდებენ სიმაღლიდან კატები ნივთებს? ბოლოს და ბოლოს რა არ მოეწონა მას ამ ჭიქაში? არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რა დევს მაგიდაზე. თუ კი შენ ყავს კატა, ის აუცილებლად შეეცდება, რომ ეს ნივთი იატაკზე ჩამოაგდოს. კატები რეალურად ამას აგრესიის ან მავნებლობის გამო არ აკეთებენ, ისინი ასე ხშირ შემთხვევაში ერთობიან ან უფრო ლოგიკური ახსნაც არსებობს. ყურადღების მიქცევას ცდილობენ, ხოლო იშვიათ შემთხვევაში ისინი ამგვარი ჟესტით კატისებრთა მონადირულ ინსტინქტს აღვიძებენ თავიანთ თავებში. ასეთი ქმედება განსაკუთრებით ახალგაზრდა კატებში შეიმჩნევა. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ მათში შინაგანად ველური ბუნებაა. ის ხომ დაცებელია. რატომ გამოსცემენ ხმებს თუთიყუშები ნისკარტით? ის ფაქტი, რომ თუთიყუშებს სხვადასხვა ხმის გამოცემა შეუძლიათ, საერთოდ არაა სიახლე, თუმცა ხშირად ისინი გვაოცებენ თავისი უცნაური ხმებით. ერთ-ერთი ასეთი უნიკალური და უცნაური ხმა ნისკარტის, ასე ვთქვათ, დაკაკუნება ან ერთმანეთზე გახახუნება. მეცნიერების თქმით, ეს ფრინველები ასეთ ხმებს ძირითადად ორ შემთხვევაში გამოსცემენ, როცა ბედნიერები არიან ან როდესაც დასაძინებლად ემზადებიან. ან შეიძლება ეს ორი გავაერთიანოთ, მაგალითად, თუთიყუში ბედნიერია მაშინ, როცა იძინებს, ვინ იცის. რატომ მოაქვთ კატებს საჩუქრები პატრონებისთვის? საჩუქრებში გულისხმობთ ხშირ შემთხვევაში მკვდარ ცხოველს. დიახ, კატებს უყვართ, როცა რაღაცას მოათრევენ სახლში პატრონისთვის. ხშირად საჩუქარი ხდება მკვდარი თაგვი, დაჭერილი ჩიტი ან რაიმე ძალიან უცნაური ნივთი. კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში ჩადებულია ინსტინქტი, რომ თავის შვილს ასწავლოს ნადირობა. ხშირად კატებს შვილებთან მოაქვთ ნანადირები, ჯერ კიდევ ცოცხალი თაგვი ან ჩიტი, რომ პატარებმა შეძლონ და ისწავლონ თაგვის დაჭერა. რატომღაც ამ ერთგვარ ჯაჭვში ადამიანიც ხვდება. მაგალითად, კატამ შეიძლება მოგიტანოს გასარეცხი წინდა. რატომ დადიან ძაღლები ერთ ადგილზე წრეზე?
ამ უცნაური რამის შესახებ მათაც კი იციან, ვისაც არასდროს ყოლია ძაღლი. იქამდე სანამ დაიძინებენ, დასაწველ ადგილზე ძაღლები რამდენიმე წრეს აკეთებენ. ეს არ არის რაიმე შეძენილი ჩვევა, ეს მათი ინსტინქტია. ძაღლები უძველეს დროში არასდროს ცხოვრობდნენ ისეთ ფუფუნებაში, როგორშიც ახლა. იმ დროს არავის მიჰყავდა სახლში ის, არ უწყობდა თბილ საძინებელს და არც სპეციალური საკვებით კვებავდნენ. ძაღლებს ყოველთვის გაშლილ მინდორზე ეძინათ. ხშირად კი მინდორი დიდი ბალახით იყო დაფარული, ამიტომაც დაძინების წინ ძაღლი ერთ ადგილზე ტრიალებდა. ამით ის ბალახს აგროვებდა შუაში და ასევე აფრთხობდა ქვეწარმავლებს, რომლებიც შეიძლება იმ ადგილას ყოფილიყვნენ. ეს მათ დღესაც აქვთ ინსტინქტში და როდესაც დასაძინებლად ემზადებიან, ერთ ან ორ წრეს აკეთებენ ადგილზე. რატომ გადმოაქვთ კატებს თეფშიდან საჭმელი? დააკვირდით ამ კატას, მის წინ ლამაზი თეფშია, მაგრამ არა, მან მაინც უნდა გადმოიღოს თავისი საჭმელი თეფშიდან და დააგდოს იატაკზე და შემდეგ იქედან დაიწყოს ჭამა. აშკარაა, რომ კატას რაღაც დისკომფორტს უქმნის. ერთი რამ ცხადია, თუ კი კატა ასეთ რამეს აკეთებს, პატრონმა უნდა შეუცვალოს მას თეფში. ვიცით, რომ კატის ულვაში ეს ერთგვარი სენსორია, რომელიც მის სხეულში და მის სხეულს გარეთ მრავალ რამეზეა პასუხისმგებელი. ამიტომ თუ კი შენი კატა უხერხულად ედება თეფს თავისი ულვაშებით, ის ვერ იღებს სიამოვნებას ჭამის დროს. ჩვენ კი ვიცით, თუ როგორ უყვართ კატებს სიამოვნება. ასე რომ, კატა ყოველთვის ამოიღებს თეფშიდან საკვებს, თუ კი ეს თეფში მას დისკომფორტს შეუქმნის. რატომ აკაკუნებენ კურდღლები უკანა თათებით? კურდღლები ძალიან საყვარელი და უწყინარი ცხოველები არიან, თუმცა მათაც შეუძლიათ პატრონებს სხვადასხვა სიურპრიზი მოუწყონ. ხანდახან ისინი უჩვეულოდ იქცევიან, მაგალითად უკანა თათებით აკაკუნებენ. ვიღაცისთვის ეს ქმედება შეიძლება უცნაური იყოს, მაგრამ ამ დროს კურდღელი იცოდეთ, რომ შეშინებულია ან საფრთხეს გრძნობს. ასეთ დროს კი ცდილობს თავის დაცვას და მსადყოფნაშია. რატომ ხტებიან კურდღლები მაღლა? მათ ძალიან განვითარებული სხეული აქვთ, მაგალითად კურდღლებს შეუძლიათ მაღლა ახტნენ და ჰაერშივე შემოbrunდნენ. განსაკუთრებით ხშირად ეს ხდება მაშინ, როცა ოთახიდან კურდღელს ეზოში სასეირნოდ გაუშვებ. აქ ყველაფერი გასაგებია, ცხოველი ბედნიერია ამ განცდის გამო. ასეთი განცდა ხომ ადამიანებსაც გვეუფლება, როდესაც რაღაც ძალიან გვიხარია სიხარულისგან, ხტებით ან რაიმე არაორდინალურს ვაკეთებთ. რატომ შეშდებიან ზაზუნები? ნუ თუ ის მოკვდა. თუ კი შენც ასე იფიქრე, ესე იგი ამ პატარა მსახიობმა მოგატყუა. ზაზუნები და ზოგადად მღრღნელები ამას ინსტინქტურად აკეთებენ. მათ ჩვევიათ და თავს სიმკვდარუნებენ იმ დროს, როცა საფრთხეს გრძნობენ. ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ მტაცებლის აგრესიისგან დაიცვან თავი. არსებობს მეორე ვარიანტიც. ზაზუნა რაიმემ გააღიზიანა ან შეაშინა. მას დამშვიდება სჭირდება, სწორედ ამ მეთოდით ის იწყნარებს თავს. რატომ ხრიან თავს ძაღლები აქეთ-იქეთ? დიახ, ძაღლები ძალიან ხშირად აკეთებენ ასეთ რამეს. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ასე ისინი ცდილობენ გაიგონ ჩვენი საუბარი ან უკეთ წვდებიან სათქმელს. ასეა რეალურად. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მოსმენა არანაირ კავშირში არ არის ამ ჟესტთან. ძაღლებს ასე უბრალოდ უადვილდებათ რაიმე მოვლენის ან ვითარების დანახვა. რაში სჭირდება თუთიყუშებს სარკე? ხშირად გვინახავს, რომ ცხოველს უდგამენ სარკეს. ის იქ საკუთარ თავს ხედავს და აღიქვამს, რომ სხვას უყურებს და სხვადასხვა რეაქციებიც მოსდევს ამ ყოველივეს. თუთიყუშებს ხშირად უდგამენ სარკეებს. დააკვირდით ამ თუთიყუშს, როგორ ელაპარაკება საკუთარ თავს გაუჩერებლად. თუთიყუშები ურთიერთობის მოყვარული არსებები არიან. ისინი სიმარტოვეს ვერ იტანენ, ამიტომაც მათ სარკეს უდგამენ, რომ ის უფრო ბედნიერი იყოს. ხშირად თუთიყუში ესაუბრება სარკეს, საკვებს თავაზობს ან ცეკვავს კიდეც სარკეში. აღიარე, ძალიან ხშირად შენ ცხომ ესაუბრები სარკეში საკუთარ თავს და ცეკვავ კიდეც. თუ ასეა, მაშინ დაალაიქე ეს ვიდეო. რატომ გამოსცემენ კატები აი ასეთ უცნაურ ხმებს? რთულია ეს ხმა აგერიოს სხვა რამეში. დამეთანხმებით ძალიან უცნაური და დასამახსოვრებელი გამოხატულებაა. თუ კი შენც გყავს კატა, მაშინ შეიძლება მიზეზიც იცოდე. კატამ ფანჯრიდან დაინახა თაგვი, წერი ან უბრალოდ ჩიტი. კატებს ინსტინქტი აიძულებს გამოსცენ ასეთი უცნაური ხმები, რადგან ნებისმიერ ჩიტში, მწერში თუ თაგვში ისინი პოტენციურ მსხვერპლს ხედავენ. ასე რომ არ შეგეშინდეს, თუ კი შენი კატა მსგავს ხმებს გამოსცემს. მას უბრალოდ ძალიან უნდა ნადირობა. მთლიანობაში კი ჩვენი ვიდეოც ასე მიიწურა. გმადლობთ, რომ ბოლომდე უყურეთ.
აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ეს ვიდეო მეგობრებს გაუზიარეთ. დროებით.